გამარჯობა, დღეს გვაქვს რუბრიკა დეოკუპატორი გიყურებთ. ადრე ერთხელ უკვე მოხდილი მაგ ბოდიში იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მომენტში გიორგი ლაბაძე ჭკვიანი ადამიანი მეგონა და ორჯერ მყავდა მოწვეული არხზე. პირველ ვიდეოს ბევრი ნახვები არ აქვს, არასაინტერესო იყო თქვენთვის. მეორეს არა უშავს ისე რა, ნახვები. ახლა კიდე ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ გიორგი ლაბაძე მყავდა მოწვეული. მაშინ როდესაც მოვიწვე, მეორე ჯერზე უკვე მეორე ჯერის მერე მისი YouTube-ი რომ ნახე, რას წარმოადგენს და მერე კიდე რომ დავინახე რა მივხვდი და გავაანალიზე. თვითონ პირდაპირ ასე არ ამბობს. ღიად, რომ ჩერგოლეიშვილის ამომრჩეველია, მაგრამ ჩანს ეს და ჩერგოლეიშვილის ამომრჩეველი რომ ჭკვიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ თვითონ ჩერგოლეიშვილი არ არის ჭკვიანი და თვითონ ბოკერი არ არის ჭკვიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ადამიანის ჭკვიანობაზე მითები დადის საქართველოში, ძალიან ბოროტები და არაჭკვიანები არიან. დებილები არიან და აი როგორ ვთქვა, პატარა ზომის. რაში მდგომარეობს ახლა დღევანდელი, კონკრეტულად დღევანდელი ვიდეოს თემა. მე მაქვს გადაღებული ორი ვიდეო, სადაც ვლაპარაკობ, რომ რატომ არის მალხაზ პატარაია მავნებელი. და რატომ არის მავნებლური მისი ეს გენოციდზე მუშაობის პროცესი. რატომ შეეტენა თუ ჩერგო შეეტენა პატარაიას თუ პატარაია შეეტენა ჩერგოს არ ვიცი, მაგრამ ერთად არიან. რომ ძალიან საკითხავია, საიდან როდესაც პატარაიამ დაიწყო ეს თემა, რომ გენოციდი უნდა აღიაროს მსოფლიომ, რომ 90-იანებში მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ამ თემაზე რომ დაიწყო და პრეზენტაცია რო ქონდათ მერე ამ თემის და ფილმის ბუჩაში ბუჩამდე იყო აფხაზეთი, პირველი პრეზენტაციები ამ ფილმის ქონდათ ქორთიარდ მერიოდში, რაც საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა და ისიც კითხვებს ჩანს, საიდან ქონდათ ამ კამპანიისთვისაც ფული. მაგრამ თვითონ კამპანიიდანაც ჩანს, რატომ არის ეს კამპანია რუსული. მოიძიეთ ჩემი ვიდეოები ამ თემაზე, ერთ ვიდეოს პირდაპირ ქვია რატომ არის ფილმი ბუჩამდე იყო აფხაზეთი რუსული ნარატივი და მეორე თორნიკესთან რო ვარ დარიოზე ეთერში რო ვარ თორნიკესთან, იქ ვლაპარაკობ კიდევ ერთხელ რაში მდგომარეობს მავნებლობა. ახლა ვიტყვი მოკლედ, იქ ვრცლად ვლაპარაკობ. მავნებლობა ამ პროექტის მდგომარეობს იმაში, რომ მალხაზ პატარაია აცხადებს, რომ ჩვენ მოვიპოვებთ საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაციის მორალურ უფლებას. დეოკუპაციას საერთოდ არ ხმარობს ამ სიტყვას, არა. სახლში დაბრუნების მორალურ უფლებას მაშინ მოვიპოვებთ, როდესაც მსოფლიო აღიარებს იმას, რომ რუსეთმა ჩაატარა გენოციდი ჩვენს ტერიტორიაზე და ქართული ხალხის გენოციდი, ამის მერე ჩვენ გვექნება უფლება, რომ სახლში დავბრუნდეთ. და მალხაზ პატარაია არ აპირებს სახლში დაბრუნებას ისე, სანამ ოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპირებულ მოსახლეობას არ გაყრის. ანუ აცხადებს, რომ ჩვენ რომ მოვიპოვებთ იმის აღიარებას მსოფლიოსგან, რომ გენოციდი მოხდა, ეს ჩვენ მოგცემს უფლებას, რომ ჩავატაროთ საპასუხო გენოციდი. იმიტომ რომ შენ თუ აცხადებ, რომ შენ სახლში არ დაბრუნდები, მანამ სანამ იქ ცხოვრობენ ისინი, ვინც იომეს, შენ ატარებ საპასუხო გენოციდს და ამ საპასუხო გენოციდის უფლებას მსოფლიო არ მოგცემს. და ეს ერთი და მეორე გენოციდების აღიარებას ყოველთვის მეაქვს ძალიან ბევრი წელი. ძალიან ბევრი წელი.
ძალიან წვალობს სომხეთი, რომ გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ძალიან წვალობენ ჩერქეზები, რომ გენოციდის აღიარებას მიაწოდოს. საერთოდ გენოციდის დადასტურება და მისი აღიარება ძალიან რთული პოლიტიკური და კონიუნქტურული პროცესია და გეოპოლიტიკური პროცესია და რთულია. ამის დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარეობს რუსული გენოციდი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ამ გენოციდს და მაინც სოფლიო არ აღიარებს გენოციდს გენოციდად ოფიციალურად. ჩვენ კი ვიძახით გენოციდიო, მაგრამ ოფიციალურად ამის აღიარება არ არსებობს. ამიტომ იმაზე მიწოლა და იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ სახში იმის მერე დაუბრუნდებით მხოლოდ როცა გენოციდს გვაღიარებენ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არცნობა. მალხაზ პატარაია არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ დროს შეუძლია, როდესაც ამას ფიზიკურად შეძლებს და რუსეთს გააგდებს, მოსახლეობის სახლში დაბრუნება მიუხედავად იმისა, მსოფლიო აღიარებს თუ არ აღიარებს გენოციდს. საერთოდ გენოციდი რომც არ ყოფილიყო, ის საკმარისია, რომ დღეს მე ჩემს სახლში არ ვარ და ვერ ვარ. და როგორც კი მე ფიზიკურად შევძლებ სახში დაბრუნების უფლების მოპოვებას, ანუ დეოკუპაციას გავაკეთებ საკუთარი ტერიტორიის, არ დაველოდები არანაირ გენოციდს, მე სახში დავბრუნდები და მალხაზ პატარაიამ თავის გენოციდი უკაცრავდა და დაიხუიოს. გააგრძელოს გენოციდის აღიარებაზე მუშაობა თბილისიდან, იმიტომ რომ სახში დაბრუნება არ უნდა, სანამ იქ ერთი აფხაზი მაინც იარსებებს. აი ამას აწვება. ამას რო აწვება, ეს ჩანს მის და ჩემს მიმოწერაში. მე პოსტი მქონდა დიდი ხნის წინ, 2 წელიწადზე მეტია უკვე ამ გასული ამ ჩვენი კამათიდან. ის პოსტი ახლა ჩემ YouTube-ზე ძალიან ქვევით რო YouTube-ზე კი არა და Facebook-ზე ძალიან ქვევით რო ჩახვიდე, იპოვი და მიმოწერას წაიკითხავ. რამდენჯერაც ვკითხე მალხაზ პატარაიას საქართველოს ოკუპირებულია მეთქი? კი თუ არა თქო. და აქვს თუ არა საქართველოს, რადგან ოკუპირებულია, ავტომატურად დეოკუპაციის უფლება, არც ერთხელ არ გამცა პასუხი კი და კი. არასდროს არ გამცა. ყოველთვის რაღაცა დებილობებს პასუხობდა ბლა 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 იურიდიულად ისე იურიდიულად ასე. რატო აკეთებს ამას მალხაზ პატარაია? მიშას ჯინაზე, იმიტომ რომ არის დორბლიანი ანტიმიშა და მიშას ჯინაზე ადამიანი მზად არის, რომ სახლში არ დაბრუნდეს და დეოკუპაცია არ მოახდინოს. იმიტომ რომ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი მიშას მოპოვებულია და მალხაზ პატარაია ამას ვერ ეგუება, იმიტომ რომ დორბლიანია. ასეთივე დორბლიანი, ოღონდ უფრო ვითომ დავარცხნილი, აღმოჩნდა გიორგი ლაბაძე. წავიკითხოთ ახლა გიორგი ლაბაძეს ჯერ ტექსტი და მერე მოვუსმინოთ იმ ვიდეოს, რომელსაც ის ვითომ აკრიტიკებს. 2 კვირა ვფიქრობ ამის დადება ღირს თუ არა და არც ვაპირებდი ჩემს კომპეტენტური ხალხის აზრის მოსმენის გარეშე. კომპეტენტური ხალხი პატარაია ეტყობა. მას შემდეგ, რაც ბატონ მალხაზ პატარაიას ვუსმინე და გადავწყვიტე ამ ტვირთამ, ასეთი მავნებლობა პირწავარდნილი რუსეთუმეებისგანაც რთული მოსასმენია, ისინიც ფრთხილად აპარებენ ხოლმე, თუ მაგალითად ზოგიერთი ზაზა დობორჯგინეების პოსტების გადავავლებთ თვალს. როგორც ჩანს, ეს მავნებლობასთან ერთად ყვილიც არის. ბატონმა ბარამიძემ აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს, ბოდიში მოიხადეთ ჩერგოიდებმა საქართველოს წინაშე, რომ თქვენი დამსახურებით 14 წელი საქართველო ვერ იშორებს ბიძინევანიშვილს. მოიხადოს და უარყოს ის ტყუილები, რამაც სამუდამოდ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აქ ლაბაძე იტყუება. ვერავის მოყოლილი ვერანაირი პირადი ისტორია, პირადი გამოცდილება და არაპირადიც ვერ შეუშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
უკვე აღიარებულია ორჯერ 91-ში და 2008-ში. 2008-ში, იმიტომ არის აღიარებული, რომ მიშას დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და არა ის, რომ საქართველოს რაღაცა თავის უმცირესობებთან რაღაცა პრობლემები აქვს, რაც მაქამდე ეგონა მთელ მსოფლიოს, იმიტომ რომ ჯეროდა რუსული ტყუილის. მადლობა უდიდესი კიდევ ერთხელ მიშას ამისთვის. ტერიტორიულ მთლიანობას ვინც არ აღიარებს, არის პატარაია და არის ჩერგოლეიშვილი. პატარაია არ აღიარებს იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია და შესაბამისად ყველანაირი გენოციდების და ყველაფრის გარეშე აქვს დეოკუპაციის უფლება. უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია ეს, სანამ მიშა იყო ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ ევროპა და დასავლეთი ზოგადად მთლიანობაში არ გვაძლევდა იარაღს. მერე დავიწყეთ საკუთარი იარაღის წარმოება, ბაჩო ახალაიამ დაიწყო საკუთარი იარაღის წარმოება საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა ბიძინა მოსპო როგორც კი მოვიდა. და ბიძინასთან გარიგებული ჩარგო 14 წელია ბიძინას კიდე აცოცხლებს. იმით რომ არის დორბლიანი ანტიმიშა და რუსი. აი ეს ადამიანები არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. და გიორგი ბარამიძემ რაც არ უნდა მოყვეს და როგორც არ უნდა მოყვეს, ეს არანაირად არასდროს და ვერასდროს ვერ შეუშლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღიარების ან არაღიარების პროცესს. აი აქ გაატყდა ოპოზიციამ ხალხით თუ აპირებთ გამარჯვებას, წარმატებას გისურვებთ. ვაიმე, არა, იმით ვაპირებთ 0.0005%-იანი ჩერგოთი ვაპირებთ გამარჯვებას. ოპოზიცია კი არა, ერთადერთი საქართველოს გამარჯვების ფორმულაა მიშას თავისუფლება. ერთადერთი. ძალიან ლამაზი ფონი გვაქვს. ოთახში რემონტს აკეთებენ, სადაც ვარ და არ შევიმჩნიოთ. წარმატებას შენ გისურვებ, გიორგი, ჩერგოსთან ერთად, რომ გაიმარჯვებ ბიძინაზე. შმედერალისტები, საქართველოს ფედერალიზაცია რო უნდათ, ის გამოსირებულები. მიშა გაიმარჯვებს. შესაბამისად ბარამიძეც მიუხედავად იმისა, ამბობს თუ არა რაღაცეებს, რაც ლაბაძეს მოწონს არ მოწონს. ახლა მოვუსმინოთ კონკრეტულად რასთან აქვს გიორგი ლაბაძეს პრობლემა და რა ილაპარაკა ასეთი ბარამიძემ. საერთოდ გირჩთან სიარული და გირჩი, ანუ კონკრეტულად ეს საქართველოს დაბადება არის იაგო ხვიჩიას გადაცემა, იაგო ხვიჩიასთან სიარული, ძალიან არასწორი რაღაცა მიმაჩნია, იაგო ხვიჩია პროვოკატორია, ოფიციალური მავნეა, მავნებელია და მით უმეტეს აფხაზეთის თემასთან იაგოზეც მაქვს გადაღებული ვიდეო, რაში მდგომარეობს მისი მავნებლობა. უცებ ვიტყვი. მემარცხენეობაში მიუხედავად იმისა, რომ თავს მემარჯვენედ თვლის, ამბობს ასეთ რაღაცას. იმ სახლებში, რომლებიც ჩვენ დაგვატოვებინეს, უკვე პირველი და მეორე და მესამე თაობის ბავშვები გაიზარდნენ და ჩვენი მათი გამოგდება არ შეგვიძლია ისინი თუ გამოვყარეთ იმ სახლებიდან, რომლებშიც გაიზარდნენ, ჩვენ ისეთივე ტერორისტები ვიქნებით, როგორიც მათი მშობლები თუ ბაბუები, რომლებმაც ჩვენ გამოგვყარეს. აი ასეთ სიშტერეს აწვება იაგო ხვიჩია. და იაგოსთან სიარული ძალიან დიდი შტერობაა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან იყო ჩემი მეგობარი მაია ნადირაძე. პირველ გადაცემას მაია ორჯერ იყო სტუმრად, პირველს საერთოდ ვერ ვუყურე, მეორეს კიდე არაუშავდა. არაუშავდა იაგოს დებილობებს, თორე მაიას მოსმენა საერთოდ ყოველთვის კარგია და სასიამოვნოა. მოვუსმინოთ აბა გიორგი და რა მაღაშფოთა ჩვენი აღარ გააძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხრეტდნენ ჩვენები? ჩვენები.
ანუ იმის რატომ იყო ეს აუცილებელი? აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ ვამბობ, მიცხრეთ და ეხლა იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა? იქ დისციპლინა იყო. იქ. ოკეი. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეც და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე, რეალურად მაგრამ ისე, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ, რა, შენ ერთი ხო უნდა მომცე. აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები ესე იგი გიორგი წერს, რომ ასეთი ლაპარაკი ჯერ ერთი, ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია. პირადი ისტორიები, სადაც რუსეთის კოლაბორანტების ადამიანურობაზე არის ხოლმე გამახვილებული ყურადღება, ასეთი პირადი ისტორიები ძალიან ბევრია. ორი პირადი ისტორია მეც მიდევს ორი ასეთი პირადი ისტორია მეც მიდევს ჩემს არხზე, არხის დასაწყისში მეორე და მესამე მოკლე ვიდეოებია. და უამრავია და კობახიაზე რასაც ამბობს აქ კონკრეტულად ბარამიძე, ესეც მართალია, არაფერი ტყუილი ამაში არ არის და ბოდიში მოსახდელი ბარამიძეს არ აქვს. ერთადერთი რაც მე არ მომწონს ამ ისტორიაში არის ის, რომ რუსული დისციპლინაო. ახლა რუსული დისციპლინა დებილობაა. მაგრამ ამ ფრაზაში რუსული დისციპლინა არაფერი არ არის ისეთი, რის გამოც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება რამა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ ადამიანებისგან ემუქრება, ვინც ოკუპაციას არ აღიარებს. პატარა იასგან და ჩერგოლეიშვილისგან. მეორე, აი ასეთი ისტორიები, სადაც კოლაბორანტების და სეპარატისტების ჰუმანურობა ჩანს, რუსულ დისციპლინასთან არაფერი კავშირში არ არის. ეს უბრალოდ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან მოღალატეები, ისინი ყველა შემთხვევაში ქართველები არიან, საქართველოში დაბადებულები, საქართველოში გაზრდილები და მათშიც პერიოდულად რაღაცა კრიტიკულ მომენტებში ქართველობა იღუიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში არიან მოღალატეები, რომლებიც უნდა იჯდნენ ციხეში, თუ ვინმე დარჩა ცოცხალი. ის კობახია, რომელსაც ბარამიძე ლაპარაკობს, ჯერ კიდე ცოცხალია. თუ არ მოკვდა, სანამ ჩვენ დეოკუპაციას გავაკეთებთ, იჯდება ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა კარგი უკეთებია თურმე და ვიღაცებში ცვლიდა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ ვიყვანდით, რომ ჩვენი მხარე არ ვიყვანდითო ყვეებსო, ესეც ძალიან ინდივიდუალურია და ესეც ძალიან ადამიანური ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცები იბრძოდნენ ისე, რომ არ აყავდათ ტყვეები, ვიღაცები იბრძოდნენ ისე, რომ აყავდათ ტყვეები. ეს მხოლოდ ეს ინფორმაცია აღმოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში დააზიანებდა რამეს და იმ შემთხვევაში დააზიანებდა ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსი. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, გვიღიარებს თუ არა მსოფლიო გენოციდს. ანუ აქ ვითომ ლაბაძეს ახლა ეშინია იმისი, რომ გენოციდი პირიქით ჩვენ არ დაგვბრალდესო. ხო და ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია და გენოციდის დამტკიცება არ დამტკიცებაზე არ გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ორჯერ არის დადასტურებული 91-ში და 2008-ში და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქნება დეოკუპირებული. გენოციდი დამტკიცდება თუ არ დამტკიცდება ამის მიუხედავად. ეს ათოსი და ეს წივილი და ეს კივილი, რომ ფაიმე რა საშინელება თქვა ბარამიძემ, ერთ-ერთი რაც სიშტერეა ბარამიძის ნათქვამში არის ის, რომ რუსული დისციპლინა, ხო ახლა მე
არაფერს რუსულ ცხოვრებაში არასდროს არ მოვიწონებ, ეს არ არის რუსული დისციპლინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ქართული ჯიგარი, რომელიც მოღალატეებსაც ჰქონდათ და შეიძლება დღემდე ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოღალატეები იყვნენ, მაინც ქართველები იყვნენ. არ არის არანაირად გენოციდის აღიარება არ აღიარებაზე დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის, რომ საქართველოს აქვს უფლება, რომ დეოკუპირება გააკეთოს საკუთარი ტერიტორიის და ამაზე პატარაია და ლაბაძე იმიტომ წიკვინებენ, რომ რატომღაც თვლიან, რომ გენოციდი ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის გენოციდი მნიშვნელოვანი, გენოციდი მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხოვანია. როდისმე ამ გენოციდს ვაღიარებინებთ მსოფლიოს და რუსეთს გადავახდებინებთ რეპარაციებს იმ გენოციდისთვის, როდისმე, მაგრამ ეს არ არის მიბმული დეოკუპაციაზე და დეოკუპაცია არ არის მიბმული ამაზე. დეოკუპაცია მიბმულია იმაზე, რომ მიშამ მოიპოვა ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი და ამით მოიპოვა დეოკუპაციის უფლება. ამიტომ ჩერ გოიდებო დაზღნარდით. საქართველო იქნება დეოკუპირებული. რუსეთი აღარ დარჩება შავ ზღვაზე. ლაბაძეს რომ ამერიკაში ვითომ რაღაცა კავშირები აქვს, ეს კავშირები მხოლოდ იმას ეყრდნობა, რა კავშირებიც ჩერგოლეიშვილს აქვს, ხო და მივაფურთხე ასეთ კავშირებს. მომავალ შეხვედრამდე.